მოგთავაზე 3-4 თვით, მაგრამ ეს ქირა 3-4 თვე გავიდა. მე რა ვქნათ? ის საწავიდეთ, სოციალური თუ გადავიხადო ისევ ის ფული, ბავშვებს ხო ვაკლებ იმ 2 ლუკმას. მეუღლე გადავარდნილია რომ 2 კაპიკი იშოვოს. დღე და ღამე რომ რაღაცა ელემენტარული თვიდან თვემდე ვისარგებლოთ. სამგორის რაიონში თვალჭრელიძის ქუჩის 1 ნომერში მდებარე ეს შენობა ახლა მოსახლეობისგან დაცლილია. მის სამარხზე 24 ივლისის დილით მივიდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და ათობით ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყეს. სოციალურად დაუცველების, დევნილებისა და მუდმივი საცხოვრისის გარეშე მყოფთა უმრავლესობა ქუჩაში ელოდება სახელმწიფოს პასუხს კითხვაზე: სად გააგრძელონ ცხოვრება? ჩემს ქვეყანაში სამწუხაროდ მე წასასვლელი არსად არ ამაქვს. და ეხა ამეღამ რო დავიძინო, დასაძინებელი არ გამაჩნია. ხო გამომაგდეს გარეთ, რას დავაშავება, რას გავაკეთებ, არ ვიცი. გამწარებული ადამიანი აი ყველაზე და ყველაფერზე საშიშია. ტანკი რო შევარდეს და გადაუვაროს ყველაფერს, ეგრეა გადავლილი და დალეწილი და ვერაფერს ვერ აპოულობს ხალხი, სად რაყრია კაცმა არ იცის. 5 შვილის მამა ვარ და ეხლა ბავშვები და მეუღლე შეიფარა ჩემმა და ვარკეთილში წაიყვანა და ველოდები ჩემ ტანსაცმეს, ჩემ პირად ნივთებს რომ რამე ესე ძაღლივით გადმომიყარონ და იქ ზედ დავწვე და ამაღამ სად გავათენებ კაცმა არ იცის. ან მანქანაში უნდა გავათენო ვიღაცის, ან აქ უნდა გავათენო. აღსრულების პოლიციამ მოქალაქეებს შენობიდან არც პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სათამაშოები, ეს და სხვა ნივთები უწყების თანამშრომლებმა სატვირთო მანქანებით სხვადასხვა მისამართზე გადაიტანეს. მათივე განმარტებით მოსახლეობასთან შეთანხმებით. ახლა მიმდინარეობს ამ საქმეების განხილვა. ჩვენი სურვილია რომ დღის ბოლომდე ყველა ადამიანს მოუძებნოთ თავშესაფარი. შესაბამისად, იმ მოძებნილ თავშესაფრებში მოხდება ამ ნივთების გადატანა. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებიდან მოქალაქეთა გამოსახლებას აღსრულების ბიურო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსნის. კერძოდ, საუბარია სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განჩინებაზე, რომლის თანახმადაც მისამართზე მდებარე 5 შენობა ავარიული და მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია. უწყება ასევე ამბობს, რომ ადგილობრივებს არაერთხელ შეხვდნენ და ინდივიდუალურად შეისწავლეს შენობებში მცხოვრებთა პირობები და საჭიროებები. აღსრულების ბიურო დასძენს, რომ ოჯახების ნაწილმა დროებითი ქირით უზრუნველყოფას უარი თუ პასუხა. ვიზუალურადაც იმჩნევა, რომ საშიშია საცხოვრებლად, თუმცა ეს არ არის ცარიელი სიტყვები და ამ გარემოებას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია, უვარგისია საცხოვრებლად და შესაბამისად საჭიროებს დაუყოვნებლივ დემონტაჟს. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვეღარ შეძლო კიდევ ერთხელ მოეხდინა პროცესის გადადება და სწორედ იმიტომ, რომ აქ მცხოვრები ადამიანების ფიზიკური უსაფრთხოება ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ჩვენ დღეს მოვედით მისამართზე, როგორც აღვნიშნეთ, მხარდამჭერ უწყებებთან ერთად. გვაქვს 29 მიმდინარე განაცხადი, ამას ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტრო, რაც გულისხმობს, რომ 29 პირი ელოდება სახელმწიფოსგან სახელმწიფო დაკმაყოფილებას, თუმცა 29-დან 6 უკვე აქვს დადებითი პასუხი მიღებული, დანარჩენი არის მიმდინარე განცხადების სახით. სახელმწიფო სტრუქტურის ამ განცხადებას ადგილობრივები არ ეთანხმებიან. ადგილზე ვითარების გასაცნობად მათ თბილისის მერის მოსვლაც მოითხოვეს. ხო შეიძლება ვიღაცას გადმოვარდეს დაეცოს, ხო შეიძლება ავტომანქანას დაეცეს. ეხლა გახდა ავარიული, ეხლა მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიის სამხარაულის ექსპერტის დასკვნით. ეს უნდა გაეთვალისწინებინა მერიას და ჰაერში არ უნდა დარჩეს ეს ხალხი. მერიის ვალდებულება არის კანონის მხრივ, ან ჰონორარი გადასცეს, გადამოწმდეს თითეული მოსახლე, არა მაქვს აქცენტი რაიონში აქვს დაკმაყოფილდნენ რაიონს, ვისაც არაფერი გააჩნია და ქირაზეა დამოკიდებული და ვერ იხდის, დაკმაყოფილდეს ან საცხოვრის ფართით, ან იმ ჰონორარით, რომელიც მის კომპეტენციაში შედის და უნდა გადაეცეს თითოეულ აქ მცხოვრებ უსახლკარო და დაბალი ქულის მქონეა, ტოლვილი სტატუსია, უსახლკაროა, სოციალურია, მისი კომპეტენცია კეთილი ინებოს და მისი კომპეტენციის ფარგლებში ჰაერში უდატოვებს თითოეულ ბავშვს, მოქალაქეს და ჰაერში გადასრული ნუ აღმოჩნდება ვალებით გაღებული ეს ხარჯი. თუმცა კახაკალაძემ თქვა, რომ შენობა კერძო საკუთრებაა. მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია და თბილისის მთავრობის მიდგომა ასე ახსნა. მერიასთან დაკავშირებით გაჟღერდა ძალიან ბევრი ბრალდებული მერია დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. კერძო საკუთრებას მოგებული აქვს აღნიშნული დავა. ამ შენობა ნაგებობაში იყო შეჭრილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა, შენობა არის ავარიული
შესაბამისად საჭიროა მისი გამოთავისუფლება. პირველ რიგში ხა გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულიც და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდება მათი გამოყვანა. თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრებთა ნაწილი 5 შენობის დემონტაჟის მოლოდინშია. შენობის, სადაც მოქალაქეები საბაზისო საცხოვრებელი პირობების შექმნას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ. ადგილობრივების ცხოვრებას ახლა შენობის მიმდებარედ არსებული ეს ჭიშკარი ყოფს. მის მიღმა დარჩა მათი სურვილი ღირსეულ საცხოვრებელ პირობებზეც.